ბრუნავს, ის სულთნად მრგვალი არ არის, ზემოდან და ქვემოდან ოდნავ დაყელებულია. რა ქვია ჩვენს პლანეტას? დედამიწა. როგორი ფორმა აქვს დედამიწა? სად ბრუნავს დედამიწა? კოსმოსში მხოლოდ დედამიწაა? სხვა პლანეტებიც. რა ქვია ჩვენს გალაქტიკას? როგორ ბრუნავს დედამიწა? დედამიწა ბრუნავს მზის და თავის ყერძის გარშემო. მზის გარშემო დედამიწა უშუალოდ უნდა ერთი წელი თავის ყერძის გარშემო უშუალოდ უნდა ერთი დღე და ღამე. რის გარშემო ბრუნავს დედამიწა? რამდენ ხანს ანდომებს ღერძის გარშემო შემოbrunებას? რამდენ ხანს ანდომებს მზის გარშემო შემოbrunებას? რატომ თენდება და ღამდება? ერთი წამით მოდი ვინ მეტყვის აბა ვინ გახსოვს ამაზე პასუხს? აბა სოფი. ოჩა, კარგი გოგო ხარ. რა არის მზე? გავარვარებული ვარსკვლავი. მზე უდარბატარი ვარსკვლავია. მზის გარშემო 8 პლანეტა ბრუნავს. მზის და პლანეტების ერთობლიობას მზის სისტემა ქვია. დედამიწა მესამეა მზის სისტემაში. პლანეტა სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზეა. რადგან იქ არის ჰაერი, ცხარი და რა ქვია მზის და პლანეტების ერთობლიობას? რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში? მე რამდენი პლანეტაა დედამიწა? დედამიწის გარდა არის კიდევ სიცოცხლე სხვა პლანეტაზე? რატომ? ანუ სიცოცხლისთვის რა არის აუცილებელი? ჰაერი. თქვენ მაგიდაზე წერს უცნაური ბურთები. რა არის ეს? გლობუსი არის დედამიწის შემცირებული მოდელი. გლობუსზე ლურჯზე აღნიშნულია ოკეანეები და ტბები. სულ 5 ოკეანეა: წყნარი, ატლანტის, ინდოეთის. და ეს მართ ბავშვებო? ინდოეთის ოკეანე, სამხრეთის ოკეანე. დედამიწაზე წყალი უსწავლელია, ვიდრე ხმელეთი. ამიტომ მას უწოდებენ ცისფერყადი. ოჩა, ესო კარგი გოგო. რა არის გლობუსი? დედამიწის შემცირებული მოდელი. რა არის აღნიშნული გლობუსზე ცისფერი ფერით? ზღვები და ოკეანეები. დიახ. რამდენი ოკეანეა დედამიწაზე? 5. დედამიწაზე წყალი უფრო მეტია თუ ხმელეთი? წყალი. იმის გამო რომ წყალი უფრო მეტია, რას უწოდებენ დედამიწას? ბავშვებო, გლობუსზე დააკვირდით, მარტო წყალია აღნიშნული? კონტინენტები. დედამიწის გლობუსზე წყალი და ალპები ნელა მარია კონტინენტები. დედამიწაზე სულ 7 კონტინენტია. ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა. დიახ. ყველაზე დიდი კონტინენტი გვაქვს. ევრაზია ყველაზე დიდი კონტინენტია. ყველაზე პატარა რომელია? ყველაზე პატარა კონტინენტი რომელია? ავსტრალია. დიახ. ოჩა. маш, ბავშვებო, დააკვირდით თქვენს გლობუსებს. რა არის აღნიშნული, ან რა ფერით არის აღნიშნული კონტინენტები? პლანეტა ყავისფერი ფერით. დიახ. რამდენი კონტინენტია? 7. ყველაზე დიდი კონტინენტი შემახსენეთ? ევრაზია. ყველაზე პატარა? კი ბატონო. ბავშვებო, რა არის ეკვატორი?
ხაზი. რა არის ეკვატორი კიდევ ერთხელ შემახსენეთ? რამდენ ნახევარსფეროს ყოფს ეკვატორი? ორ ნაწილად, დიახ. როგორი ჰავაა ეკვატორთან? დიახ. როგორი ტყეებია ეკვატორთან? ხშირი და გაუვალი. და რა ქვია ხშირ და გაუვალ ტყეებს? ჯუნგლები. ბავშვებო, რა არის პოლუსი? დედამიწის უკიდურესი წერტილი. დედამიწის უკიდურესი წერტილი პოლუსი და სამხრეთ პოლუსი. იქ ძალიან ცივა და ყინულიც არ ნება, იმიტომ რომ ზისხივი ვერ აღწევს. იქ შევხვდებით ფოსფოროვანებს, ეკვატორის წერტილზე აისბერგი. იქ არიან ბინადრები, რომელსაც ეყოლებენ უკიდურეს. მარტო პინგვინები ბინადრობენ? არა, თეთრი გაფერი. კიდევ? სელაპები. დიახ. მაშ, აბა ერთხელ კიდევ მითხარით. რა ქვია დედამიწის უკიდურეს წერტილს? პოლუსი. დიახ. როგორი ჰავაა პოლუსზე? იმიტომ რომ ზისხივი ვერ აღწევს. რა ქვია ოკეანეში მცურავ მთას? აბა პოლუსის ბინადრები ჩამომითვალეთ. აბა ყურადღება. რა ქვია ფირველს, რომელიც ვერ დაფრინავს, მაგრამ კარგად ცურავს? აბა ახლა დაფიქრდით და მითხარით, რა ქვია ფირველს, რომელიც ვერ დაფრინავს, მაგრამ კარგად დარბის? დიახ, სირაშლება. ბავშვებო, დედამიწაზე პოლუსის საპირისპირო ადგილები ყოა. დედამიწაზე არის ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ადგილი. უდაბნოში კლიმატს იშვიათად მოდის და მცენარეები ვერ ხარობენ. უდაბნოში არის გამწვანებული ადგილები, ოაზისები. უდაბნოს მინადარია აკლები. აკლებს უდაბნოს გემსაც ეძახიან, იმიტომ რომ მას შეუძლია ტვირთის გადაზიდვა უდაბნოში. რა ქვია ცხელ, მშრალ და ქვიშიან ადგილს უდაბნოში? როგორი ჰავაა უდაბნოში? ცხელად და წვიმახშირად მოდის? იშვიათად. უდაბნოს მცენარე რა არის? უდაბნოს ცხოველი? აკლები შვილს რა ქვია? აბა ახლა დაფიქრდით და ისე ვთქვათ. ბევრი აკლები. რემა რა არის? ბევრი ცხელი. ოჩა, ბავშვებო. ძალიან კარგი ბავშვები ხარ. მოდით ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრი გლობუსზე. და ჩვენ გვითხრამათე, რომ დედამიწა ბრუნავს კოსმოსში, ხო? მოდით ახლა თქვენ მითხარით. იმისათვის, რომ მე დავინახო კოსმოსი. რა მჭირდება? კი ბატონო, ეს რაკეტა მჭირდება, რომ გაფრინდე, მაგრამ სანამ გაფრინდებოდა ადამიანი, დაბლიდან აკვირდებოდა დედამიწიდან აკვირდებოდა კოსმოსს და ვარსკვლავებს. რა ქვია იმ ხელსაწყოს, რომლითაც ვარსკვლავებს აკვირდება? ტელესკოპი. და რა ქვია იმ ადამიანს, რომელიც ვარსკვლავებს აკვირდება? ასტროლოგი. კი ბატონო. კარგი, მოდი ახლა ჩვენ ასეთი რამე ვითამაშოთ. მე თქვენ ახლა დაგირიგებთ ფუძლებს, ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი რაკეტა და შემდეგ ვიმოგზაუროთ კოსმოსში. გინდათ? რაკეტა რა გვინდა? კოსმოსში მარტო რაკეტით გავფრინდებით? სკაფანდრი გჭირდება, დიახ. სკაფანდრი ვისაცია? კოსმონავტაცია. ძალიან კარგი. მოდი ახლა ჩვენ ვთქვათ, ჩვენი ხომალდები ავაწყოთ, რაკეტები ავაწყოთ და მერე გავფრინდეთ კოსმოსში. კარგით? კარგია. დიახ.
გავხდით. ჩვენ რა გავაკეთეთ? იმიტომ რომ მატარებლის კოსმოსში შევძლებთ გავხდით. მოტოციკლით? კი ბატონო. ვერ გავფრინდები. აუცილებლად მჭირდება? მართალია. კი ბატონო, რაკეტა გვაქვს. ეხლა მე შემიძლია ესე ჩავჯდე რაკეტაში და გავფრინდე? აბა რა მჭირდება? კაფანდრი რა მინდა? იმიტომ რომ კოსმოსში ვიყო. კოსმოსში მაელი არ არის? კი ბატონო, ჩავიცვით კაფანდრები. ჩავიცვით. შრემი დავიფარეთ. ჩავიცვით. ეხლა მოდით მოვემზადოთ სტარტისთვის. ჩავხდეთ. ბავშვებო, თქვენ იცით? კოსმოსურ ხომალდს, როდესაც უშვებენ, რაკეტას რომ უშვებენ, 10-ლაც იწყებენ 10-დან უკან. 1-დან 10-მდე კი არა, 10-დან 1-მდე. მოდი ახლა ჩვენც დავითვალოთ. არ გახდეთ, ჩაიწუხეთ. აი ასე როგორც მე. აი ასე, ოჩა. დავიწყეთ. ჩემთან ერთად გავაკეთოთ დედამიწის მოდელი.